მშვიდობის თინამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, მორალურ ნგრევაზე ვისაუბრებთ, რაზეც წინა წელს LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში თქვენ საუბრობდით, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ანგრევს თუ არა უკვე მეორე თვეა ქართული ოცნება საქართველოს და რას აკეთებენ საერთოდ, როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებლებს, ყოველთვის მიყვარს თქვენს ეთერში ყოფნა, საინტერესო კითხვები გაქვთ. ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრობთ, ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს მოქალაქეებსაც, ბიზნესსაც ოპერირება. ჩემი შეფასება იქნება ეს ოღონდ როგორც თიკარუხაძის, როგორც პიროვნების, როგორც მოქალაქის, ჩემი რწმენით ოცნება სახელმწიფოს ანგრევს და საქართველოს, ანუ ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს და ამას აკეთებს ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. მე შინია კიდევაც რომ ჩავიხედო საინფორმაციო გამოშვებებში, იმიტომ რომ რა მოხდა 5 წუთის წინ, რა მოხდა 1 საათის წინ, აუცილებლად იქ ვიპოვი რაღაცას, რაც კიდევ უფრო მეტი შეშფოთების და მომავლის მიმართ პესიმიზმს აჩენს. მახსოვს შარშან, როდესაც რუსული კანონი იყო მთავარი პრობლემა, ასე ვთქვათ ჩვენი, მაშინ რაღაცნაირად ვერსიები იყო, რომ ასე იმიტომ იქცევა ოცნება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ასე შემდეგ. ახლა რამე ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმას, რატომ ექცევიან ქვეყანას ასე და რატომ ანგრევენ სახელმწიფოს? მე მგონი მიზანი არ შეცვლილა. ისევ ძალაუფლების შენარჩუნება არის მთავარი მიზანი და ყველა ნაბიჯი, მათი ყველა გადაწყვეტილება ამას ადასტურებს. შეინარჩუნონ ძალაუფლება ყველანაირი მექანიზმით. მოქალაქეები როგორ გამოვიყურებთ ამ ვითარებაში? ორი თვე გავიდა უკვე, პროტესტი გრძელდება, ორი ძირითადი მოთხოვნაც ვიცით რაც არის და როგორც ვიცი Free Business-ში პლატფორმაზე ისეთი გლობალიც არის შეერთებული ახალი არჩევნები და პატიმრობის გათავისუფლება არის ასე ვთქვათ გამოსავლის გზა ბიზნესის ნაწილის მიერ დასახული, მაგრამ ოცნებას არ ესმის ეს. აი დღეს როგორ გამოვიყურებით ასე ვთქვათ მოქალაქეები, უფრო ვიგებთ უფრო ვაგებთ თუ ქვეყანა აგებს ერთ-ერთი ქვეყანა აგებს ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მოქალაქეები გამოვიყურებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება შედგა, საზოგადოება გაიზარდა და ამის ნიშნებს ყოველდღიურად ვხედავთ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თავს ფასეულობების დაცვა, მესიას არავინ აღარ ელოდება, ლიდერების გამოჩენას არავინ აღარ ელოდება. ჩვენ დგავართ იქ იმისთვის, იმიტომ დგავართ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია. მე მახსოვს, რომ ჩვენ წინა გადაცემაში ზუსტად იმ პერიოდში ვიყავ, მე მგონი თქვენთან გადაცემაში თქვი რომ განა არ გვეშინია იგი თქვა. მაშინაც იყო კითხვა იმაზე რომ მაშინაც ძალიან ბევრს ეშინოდა გამოსვლის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების. როგორ არ გვეშინია, მაშინაც ეს თქვი, მაგრამ იმის უფრო მეშინია რა მოხდება, რომ არ გამოვიდე და ხმა რომ არ ამოვიყო. და ყოველდღიურად მე ვაცნობიერებ იმას, რომ რისკის ქვეშ ვაყენებ საკუთარ ბიზნესს, რისკის ქვეშ ვაყენებ იმ ადამიანების სამუშაო ადგილებს, რაც უზარმაზარი სტრესია, დარწმუნებული ვარ ყველა ბიზნესის მეპატრონისთვის თუ ბიზნესის მმართველისთვის, იმიტომ რომ ერთი არის შენ თავს გადაუწყვიტო, შენს ოჯახთან შეათანხმო, რას აკეთებ და მეორე არის რომ შენი განცხადებით დააყენო დარტყმის ქვეშ ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც ყოველდღიურად თავის ოჯახებს არჩენენ იმითი, რასაც თქვენთან ერთად ქმნიან, ხო? ამიტომ სტრესი არის უზარმაზარი, ნამდვილად, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველდღიურად კიდევ უფრო ძლიერდება და სულ მეკითხებიან ხოლმე, რომ რას ელოდებით, რატოდ გახართ, გონიათ რომ შეიცვლიან აზრს, გონიათ რომ რამე შეიცვლება და სულ პასუხობ, რომ პირველად ჩემ ცხოვრებაში, აი მთელი ცხოვრება სტრატეგიების დაგეგმვაში ვარ, ანუ ეს არის ჩემი ძირითადი საქმე, სხვებს ვეხმარებით სტრატეგიების დაგეგმვაში და ეხლა ვიცახი, რომ ეხლა ესეთი მომენტია, არც მომავლის მოდელირებას ვაკეთებ, უბრალოდ ვიცი, რომ არ შეიძლება, რომ სხვაგვარად არ შეიძლება რომ გავჩერდეთ, არ შეიძლება რომ დავთმოთ ის, რაც ძალიან ძვირფასია, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული გზა, ჩვენი კეთილდღეობა. არ შეიძლება, მაშინ რისთვის ვარსებობთ, არ ვიცი.
აი ბიზნეს რას ურჩევთ ახლა ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ იქამდე რადგან შიში ვახსენეთ და დღესაც მე ჩემს შესავალ სიტყვაშიც ვთქვი, უკვე რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო ძლიერდება, ასე ვთქვათ, ოცნების რეპრესიული კანონები, ქმედებები, დღესაც არაერთი ცვლილება დაანონსა ქართულმა ოცნებამ, სულ უფრო ნაკლებად მესმის და უკვე ვერც მესმის იმ ბიზნესმენების, იმ ჯგუფების, რომლებსაც ძალიან ბუნებრივად აქვთ ის შიში, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ხვალ შეიძლება მის ბიზნეს პრობლემები შეექმნას. აი, ხომ არ მოვიდა დრო, რომლის მერეც ყველა ბიზნეს ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ ის ოცნებისადმი დღემდე მაინც ლოიალურად არის თუ არა განწყობილი, დაფიქრდეს რა დევს სასწორის მეორე მხარეს და მათ შორის შეიძლება ეს იყოს აი ის თანამშრომლების ნიჰილიზმი, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად მორალური განადგურება, ხო? რთული აწონვა, მაგრამ აი როგორ მოიქცნენ დღეს უნდა ისი. როგორ მეღიმება დღეს რომ მათი კონსულტანტი იყო და შეიძლება კლიენტებს შორის არიან ისეთებიც, ვინც დღემდე ჩუმად არის, იმიტომ რომ მეშინია, იმიტომ რომ სასამართლოს იმედიც არ აქვს. ნახეთ, ძალიან სერიოზული თემაა სინამდვილე. როგორც ვთქვი, ანუ არ გამოვდგები მე ხა მორალის წამკითხველად, ან მრჩეველად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, დადგება თუ არა იქ, გამოხატავს თუ არა პოზიციას, უბრალოდ მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რა მოხდება და მე მგონი, ვინც ამას აცნობიერებს, რა მოხდება თუ არ მოხდება ის რა ჩვენ გვინდა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მაშინ ჩემი შეფასებით აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს, ანუ უკან საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, რაც რა ვიცი, აი მთელ მონაპოვარს 30 წლისას თუ რა ვიცი, რაც ვიბრძოლეთ და ჩემი 51 წლიდან 30 წელი. ამის მოლოდინში ვარ, რომ უკეთეს მომავალს გქნით ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის. აი ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეჭვის ქვეშ ვაყენებთ. ძალიან რთულია, რომ ბიზნესებს ახლა მოწოდებით გამოვიდე, რომ დადექი. მე ვფიქრობ, რომ აი ამაზე მეტი ნიშანი რაღა უნდა იყოს. აქ უკვე მართლა გაბედულების და პირადი, ანუ შენი მორალური საზღვრების თემა არის, შენი ფასეულობების თემა არის. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი რაც ახლა ხდება, არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა უნდა მოხდეს, იმისთვის რომ ადამიანებმა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიზნესი არის ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ყველაზე რთულ. ბიზნესი არის ზუსტად ის, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესი არის ის, ვინც იხდის გადასახადებს, ბიზნესი კვებავს სახელმწიფო რეჟიმს, მაგრამ ასევე ბიზნესი აჩენს სამუშაო ადგილებს, რომლითაც ოჯახები იკვებებიან. შესაბამისად, ბიზნესის გაჩერება და პრობლემების შექმნა, ანუ ძალიან დიდი გამოწვევა არის არა მარტო ამ ბიზნესის მეპატრონისთვის და უმრავლესობა მე მგონია რომ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე არ ფიქრობს და ახლა წარმატებულ ბიზნესმენებს თავი გადაზღვეული აქვს ფინანსურადაც გადაზღვეული აქვს. აქ საუბარი არის იმაზე რომ მთელი აი 20 წლის ზოგიერთ შემთხვევაში 30 წლის მონაპოვარი უნდა გაქრეს და ადამიანების კეთილდღეობას თანამშრომლების კეთილდღეობის საკითხი უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა ჩემი პოზიცია ასეთია რომ თუ ჩვენ ახლა არ წავედით წინ და არ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოლიტიკური გარემო იქნება თუ არ გავაჯანსაღეთ ან თუ არ მოვიპოვეთ მართლაც ეს ახალი არჩევნები რომელიც დააწყნარებს სიტუაციას და მოგცემს რაღაცა ლეგიტიმაციას, ხო, ლეგიტიმურ გარემოს მოგცემს, სხვა შემთხვევაში ეს რისკები მაინც დადგება. მე ვერ წარმომიდგენია გაღარიბებული მომხმარებელი რას გააკეთებს, ხო? მე ვერ წარმომიდგენია კრედიტები რომ გაუძვირდებათ ის თანამშრომელი რა ხელფასზე და დარჩებიან თუ არა საქართველოში. ეს არის სწორედ მთავარი კითხვა, თორე ბიზნესისგან არავინ არ ითხოვს რომ გაჩერდით, არ ემუშაოთ თანამშრომლები სახლში გავუშვით, უბრალოდ ის ბიზნესმენები, ვინც დღეს ამბობენ რომ თუ კრიზისი მალე არ განიმუხტა, შევდივართ ეკონომიკურ კრიზისშიც და შეიძლება რაღაცა დიდი კოლაფსის მივიღოთ და მეორე მხარეს მსხვილი ბიზნესები, მსხვილი დამსაქმებლები არიან ჩუმად, ქართული ოცნება მე გამოდის და გვეუბნება, რომ აი ეს ვიღაცა რადიკალები ამბობენ ამას, თორე ჯამში მაინც ყველაფერი კარგად არის და ისე ცუდადაც არ არის მდგომარეობა. ცოტა დრო გრჩება და ვისაუბროთ უშუალოდ ACT საქმიანობიდან გამომდინარე შარშან გაზაფხულზე, როცა იყავით ჩვენი სტუმარი, მაშინ რაღაცნაირად იყო ბუნდოვანება ქვეყანაში, მაგრამ იყო მოლოდინი ახალი არჩევნების, რომ ახალი არჩევნები ასე ვთქვათ,
ჰორიზონტს უფრო სუფთას გახდიდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ და მაშინ თქვენ ამბობდით ძალიან ცივი მოკლე რჩევა მაქვს ბიზნესებისთვის, რომ იარეთ მოკლე ვადიანი გეგმებით. ახლა რას ურჩევთ თქვენს კლიენტებს და მათ რა კითხვები აქვთ? რაზე ითხოვენ ხოლმე კონსულტაციას? ნამდვილად, აი სტრატეგიულ დაგეგმარებაში ვარ ხოლმე ძირითადად და ნამდვილად ესეთი გაურკვევლობა და ასე ვთქვათ, ბუნდოვანი მომავალი ზოგადად არ არის ჩვენთვის გასაკვირი ამ ციფრულ ერაში და ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში. მე მგონი ქვეყანა აღარ დარჩა, სადაც турბულენტობა არ არის, მაგრამ დღეს უკვე არ ვიცით ხვალ რა იქნება. არ ვიცით ხვალ ჩვენ ვიქნებით თუ არა. ჩვენ შევძლებთ თუ არა საკუთარი ბიზნესის გვეყოლება თუ არა კლიენტები, ანუ გვეყოლება თუ არა ჩემი კლიენტები ბიზნესები არიან. ხვალ ისინი იარსებებენ თუ არა, მე არ ვიცი. ამიტომ ასეთი турბულენტობის დროს მართლაც კიდევ უფრო მოკლევადიანი გახდა რაღაც ხედვები. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი საით მიდის კომპანია და რა არის მისი ფასეულობა, ან მისი ხედვა, ეს არსად არ ქრება, მაგრამ რაც შეეხება სტრატეგიას და განვითარების ნაბიჯებს, პირველი დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ეკონომიაზე გადავა და ასე თქვა ქაბრების შემოჭერის სტრატეგიაზე აუცილებლად გადავლენ, იმიტომ რომ ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისი გარდაუვალია. ანუ რთული პერიოდი წინ გველის, ჯერ თუ უკვე არ დამდგარა და ბევრისთვის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხო უკვე ძალიან ხელშესახები იქნება ეს ხორეკა სექტორი, ანუ ყველაზე მეტად ისიც როგორც დაზიანებულია და ეს ხო ჩვენ ხო ჯაჭვი ვართ, ერთი სასიცოცხლო ჯაჭვი ვართ. არ შეიძლება რომ ერთი სფერო ან ორი ან 10 სფერო ცუდად იყოს და შენ იყო ბედნიერი. თუ კი არსებობს გამონაკლისები, რომელსაც შეიძლება რაღაც არ შეეხოს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ეს გამონაკლისები ხა შეიძლება კოვიდის დროს რაღაცა ბიზნესი პირიქით გაიზარდა, მაგრამ პოლიტიკური турბულენტობის დროს ეს კოვიდზე უარესია, იმიტომ რომ ინვესტორისთვის საინტერესო არ ახარ, მომხმარებლის სენტიმენტი იკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარჯვას ამცირებს და შესაბამისად ბიზნესიც მცირდება და ფულიც ზვირდება, იმიტომ რომ ბანკებიც, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ რესურსებს, როდესაც ქვეყნის რეიტინგი უარესდება. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი პირველ რიგში გადავა, ასე ვთქვათ, შემჭიდროებაზე. ჯერ ეთყობათ თუ ჯერ მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან თქვენი კლიენტებიდან გამომდინარე, ვინ უფრო დაიწყო ეს, ასე ვთქვათ, დაზოგვის რეჟიმში გადასვლა, ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო ხო, ჩვენ უფრო მსხვილ ბიზნესთან მუშაობთ და ეს პირდაპირ ასახვა ამ წუთას მე არ შემიძლია და სპეკულირებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ფიქრები, რასაც ჩემთან აჟღერებენ და მოლოდინი, ანუ შეიძლება არ იძახიან, რომ ჩვენ ახლა ხვალიდან ეკონომიას დავიწყეთ, მაგრამ ის რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება და მომხმარებლის სენტიმენტი გაუარესდება, ამაზე ხა ყველაფერთან ხვდებით. ის რომ ბუნდოვანი, ის რომ ინვესტორებისთვის საინტერესო არ არის, ამაზეც ყველაფერთან ხვდება. ხა შეიძლება არიან ნეტარ მორწმუნები, რომელიც რაღაცა 6 მილიარდს ელოდებიან და ჩინურ კაპიტალის შემოდინებას ელოდებიან აქ, ალბათ ესეთებიც არიან, მაგრამ მე არ მაქვს ასეთ. საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს ესეთი გლობალი. იქ რა ხდება კლიენტების ამ სეგმენტში? ხო, USAID-ის პროგრამები შეაჩერა და ეს უკვე ჩვენებს ვერ დავაბრალებთ და ეს ტრამპის გადაწყვეტილებით 3 თვით შეჩერდა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ ვიყავით აქტიურად ჩართული ასეთ პროგრამების განხორციელებაში და მხარდაჭერაში. სხვა დონორები, შეშფოთებით უყურებენ ამ მოცემულობას და სიმართლე გითხრათ, ჩვენი სტრატეგია მთლიანად გადავაწყეთ საერთაშორისო ბაზრებზე, იმიტომ რომ ანუ მარტო მოლოდინი ხო არ ნიშნავს მარტო იმას, რომ იჯდე და ელოდო, როდის დაგეცემა რაღაც, ანუ ბიზნესი სწორედ იმიტომ სიცოცხლის უნარიანობა ჩვენ და შევინარჩუნოთ. ამიტომ ჩვენი სტრატეგიად იქცა დივერსიფიკაცია ყველა დონეზე, პროდუქტის დონეზე, მიმართულებების დონეზე, გეოგრაფიულ დონეზე, იმიტომ რომ ერთადერთი გადარჩენის გზა ისედაც არა მარტო პოლიტიკურ, მე მგონია რომ ამ თანამედროვე რეალობაში დივერსიფიკაცია, გეოგრაფიული დივერსიფიკაცია ერთ-ერთი და პროდუქტულიც, ასე ვიტყოდი, სეგმენტური, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი არ არის იმხელა, რომ ვთქვათ სტრატეგია. აი, რომელ ბაზარშიც არ უნდა იყოს. რომელ ქვეყანაც არ ვართ და გასაკვირის ხო ეგ არის, რომ აი ბიზნესები თქვენ არ ხართ პირველი, ვთქვათ, სამშენებლო კომპანიებისგანაც მსმენი, ასე ვთქვათ, მწარმოებლებისგანაც
ბოლო პერიოდში, რომ რადგან ბაზარი სადაც პატარა იყო და სულ ცდილობდით, რომ რაღაც ჩვენი ნიშა გვეპოვა საზღვარგარეთაც, რეგიონში, წელს უფრო აქტიურად ვეცდებით ამას, იმიტომ რომ საქართველოში მაინც არ ვიცით რა გავაკეთოთ. და განსხვავებით ჩვენგან, ჩვენ ახლა საკონსულტაციო ბიზნესი ვართ და ჩვენ ინტელექტის ექსპორტს ვაწარმოებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თანხები აქ შემოვა, მაგრამ სხვა ბიზნესი, რომელიც თავის კაპიტალს გაიტანს გარეთ, გაყვება, ხო, ფული გაყვება და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური რესურსიც გაყვება. დაიცლება ქვეყანა. ანუ ძალიან არ მინდა რომ შევაშინო თქვენი მსმენელი და მაყურებელი, მაგრამ რეალობა ასეთია, რეალობა მწვავე, ანუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი კრიზისი მოდის, დგება. სხვა არის, რომ ჩვენ გადარჩენის გზებს ვეძებთ და ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, რომ იპოვოს გადარჩენის გზა და ამ გლობალიზაციის პირობებში, მადლობა ღმერთს, ეს შესაძლებელია, ციფრულ ერაში შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება ბიზნესი გადარჩეს, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი ამაში რა იქნება? ადამიანური კაპიტალი რამდენად შეიძლება კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდეს ქვეყნისთვის, თუ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გახანგრძლივდა და ემატა ეკონომიკური კრიზისი, ამას მათ შორის იმიტომაც გეუბნებით, რომ ჩემს შესავალშიც აღვნიშნე, ასევე ბიზნესმენებისგან, ლიდერებისგან გვესმის, რომ მათ უწევთ არა მარტო იმაზე ფიქრი, რომ შეძლონდა ხელფასები გადაიხადონ, შეძლონდა არ წავიდნენ კადრების შემცირებაზე, არამედ თან დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული და არ იფიქრონ მათ სამსახურიდან კი არა ქვეყნიდან წასვლაზე. კი ბატონო, ანუ გადინება აქამდეც ხომ იყო, მაგრამ აქ იყო, რომ იცი რა, ჩვენ ვერ ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს ისეთ ეკონომიკურ ვთქვათ შეთავაზებას, რომელიც დატოვებდა რა და ვთქვათ იმას მეტი განვითარების შესაძლებლობები აქვს მისი განათლებიდან, მისი უნარებიდან, ღია არის მისთვის ეს ბაზარი და მიდის. დღეს თუ ვინმე რჩება, აი დღესაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენგან 3 თანამშრომელი გადავიდა უცხოურ კომპანიაში, საზღვარგარეთ, ანუ უცხოურში, რომელიც 1 წელს მერე გადავა საზღვარგარეთ, ეს არის მისი პირობა. და დღეს კიდევ სამზარეულოში იყო საუბარი იმაზე, რომ ანუ ეს თანამშრომლები ძალიან ღიად საუბრობენ ამაზე, რომ თუ აქ არაფერი არ შეიცვალა, მაშინ ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან. ანუ მე ჩემთანაც არ ერიდებათ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის რაზეა საუბარი. თუ რამე აკავებს დღეს ახალგაზრდებს, ეს არის პატრიოტიზმი. ოღონდ მართლა. ანუ მარტო იმიტომ რჩებიან, რომ არ უნდათ რომ ქვეყანა გაქრეს. არ უნდათ რომ საქართველო გარუსდეს და გარუსეთდეს. არ უნდათ რომ სახელმწიფო დაინგრეს. ერთადერთი რამ აკავებ და მზად არიან ნაკლებ ხელფასზე იმუშავა. ოღონდ ეს მოხდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასიკეთო ცვლილებები იქნება ქვეყანაში, მანამდე წასული ახალგაზრდებიც დაბრუნდებიან იმ ოპტიმიზმით, რომ ამ ქვეყანაში მართლა ამ ქვეყანას მომავალი აქვს. და მე ზუსტად აი ამას ვუსურვებ. იმედი ვიქონიოთ, რას ურჩევდით, როგორც ბიზნეს თერაპევტი, როგორც ამბობთ ხოლმე, ამ სიტუაციაში ალბათ ბევრ კომპანიას არ აქვს რესურსი, მათ შორის ყველაზე ეფექტურად აუხსნას და არწმუნოს თანამშრომელს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული. და არ წავიდნენ სამსახურებიდან, ქვეყნიდან, აი თქვენ სამზარეულოში როგორც ცდილობთ ხოლმე. ну იმათმა იციან რომ ჩვენ ყველა ვართ ამ ბრძოლაში ჩართული. იმათმა იციან რომ მე პირადად ვდგავარ ქუჩაში. იმათმა იციან რომ ჩვენ ბიზნეს პლატფორმაზე, free business პლატფორმაზე დავრი. ანუ ის რომ ჩვენ ანუ იმათ უთხრა რომ დარჩი არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება და შენ არაფერი არ გააკეთო, ეს დამაჯერებელი არ იქნებოდა, მაგრამ ну მე ვფიქრობ, რომ საკუთარი მაგალითიც მიცემით ამ ადამიანებს უჩვენთ იმის იმედს, რომ თუ ვდგავარ და ვიბრძო, ესე იგი რაღაც იმედი კიდევ არის. თუ გავჩერდებით, მე არანაირი მორალური უფლება არ მექნება, რომ ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ დარჩით და იყავით რაღაც იქნება, ხო, სხვა ებრძოლებს და იქნება. ცოტად რო გრჩება, ისიც გეგმებზე კი საუბრეთ, მაგრამ თუ შეგიძლიათ გითხრათ კიდევ უფრო მეტი 2024-იც რო შეგვიჯამოთ, როგორი იყო და 30-ზე მეტ ქვეყანაში ხართ უკვე წარმოდგენილი. 35 ქვეყანაში ოპერირებთ. წელს რა გეგმებით ძალიან მოკლედ ვიტყვი, ესე იგი პირველ რიგში ბიზნეს მიმართულებების გამრავალფეროვნებას ვაპირებთ, კონსალტინგი და კვლევა თქვენ იცოდით, მაგრამ ვაპირებთ რომ განათლების, ლიდერშიპის და ბიზნეს განათლების მიმართულებითაც პროექტები განვახორციელოთ. ძალიან აქტიურად ვაპირებთ ტექნოლოგიებში ინვესტიციას და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, მათ შორის ციფრული ანალიტიკის მიმართულებით, ეს არის ჩვენი გეგმები და რაც მთავარია, ჩვენი გლობალური ქსელის განვითარებას, ისე რომ
აი თქვა 35 ქვეყანაში კი ვოპერირებთ, მაგრამ ეხლა ჩვენ გვინდა რომ კონკრეტულ ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. რომელიმე ბაზარი ესე ქვეყანა 2025-ში კი, უკვე გვაქვს კი, რა თქმა უნდა, შერჩეული გვაქვს, განვითარებად ქვეყნებს ვირჩევთ ძირითადად, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი უნიკალური გამოცდილება ზუსტად ასეთი ქვეყნიდან მოვდივართ და ძალიან კარგად გვესმის, როგორ შეიძლება აქ ოპერირებდეს, დონორებიც მუშაობენ ესეთ ორგანიზაციებში და მხარდაჭერა და ჩვენ გვესმის მათი ენა, გამოწვევები და ასევე ბიზნესიც როგორ ვითარდება განვითარებად ქვეყნებში, ესეც კარგად გვესმის და მგონია, რომ ამით გვაქვს ზუსტად კონკურენტული უპირატესობა. წარმატებები ესითის მოვიკითხავთ ამბებს იმედია საქართველოშიც იქნება ბევრი კარგი სიახლე ისე კერძო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო უწყებებთან რამდენად აქტიური საქმიანი თანამშრომლობა აქვს თუ რა ფორმით აქვს გქონია ისიც აი ალბათ ასში შეიძლება ერთი იყოს პირდაპირი ჩართულობით მაგრამ ზუსტად მეცნიერება ხოლმე რომ დონორები არ გვინდა რომ ეძახიან ანუ აი ირაკლი კობახიძე მიმედია სამი თვე კი არა კიდე მეთხანს არ იქნება USAID-ის პროგრამები საქართველოში. თუ რამე პროექტს ვახორციელებდით სახელმწიფოსთან ყველა იყო ან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკი, IDB, BRD ასე შემდეგ ან დონორების მხარდაჭერით. თუ კი რამე იყო დაწყებული თვითმმართველობის გაძლიერებიდან გზების პროექტი იქნება თუ რა ვიცი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა თუ მცირე ბიზნესის ანუ ყველგან ჩვენ მუშაობდით აი დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორების მხარდაჭერით. ვემუშაობოდით სახელმწიფოს რეალურად სახელმწიფო პროექტებში, მაგრამ არ ვიყავით პირდაპირ დონორების. ხო, რა თქმა უნდა. ოცნების კონსულტანტი რო იყოთ, დღეს რას ურჩევთ? არჩევნების დანაშაული. ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები. რატომ გჭირდება ახალი არჩევნები და რატომ ასე თქვათ ვაბამთ ამ თემას ყველაზე მთავარს რომ საქართველოს უნდა დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე რაც გჭირდება განვითარებისთვის ყველაზე მეტად. უკვე აღარ არის გამათი იმაზე, ვიღაცა ჯერა რომ გაყავდა, ვიღაცა იძახის რომ არა, ჩვენ ლეგიტიმურები ვართ, ამაში აღარ არის უკვე საკითხი, საერთოდ აღარ დგას ეს დღის წესრიგში მე რომ მკითხოთ, იმიტომ რომ ის როგორ ჩატარდა. ნუ ვიღაცას ჯერა რომ ხო? დღეს საუბარია იმაზე, რომ ხალხი იძახის, რომ ეს მთავრობა არ არის ლეგიტიმური, ეს მე არ ამირჩევია. ის რაც ეხლა ხდება, ეს ჩემთვის მისაღები არ არის. ითხოვს პოლიტპატიმრების გამოშვებას, ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რომ დააფიქსიროს თავისი ხმა და აი ამ მოცემულობაში მართლაც აღარ დგას იმაზე, არ ვიცი როგორ აღიქვავს ქართული ოცნება ამას, როგორც ესე იგი პირად გამოწვევას, რომ არ დათმობს უსამართლობას, იმიტომ რომ გონია რომ თვითონ მართლა მიიღო ეს ხმები. ანუ როგორიც არ უნდა იყოს რეალობა. ასე გონია. მე ამდენი ეს რეალობა 100 მილიონზე მეტი ხმა მივიღე და კი ბატონო, ეს შეიძლება ლეგიტიმური ხელისუფლება. ეს არის მათი ლოგიკის ნაწილი, ხო? და მისი ამომრჩევლების დიდ ნაწილს შეიძლება ეს ასეც სჯერა, ხო? და საქმე ამაში აღარ არის უკვე, მაგიტომ ვამბობ, რომ როგორც არ უნდა გჯეროდეს კრიზისში რომ არის, პოლიტიკურ კრიზისში რომ არ შესულები, მე მგონი ხა ამას არც მათი მხარდამჭერები უარყოფენ და არც მათი მოწინააღმდეგეები. შესაბამისად, ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალამ ასეთი სიტუაციის განმუხტვისთვის უნდა გამოაცხადოს ახალი არჩევნები. ხო. ან ყოველ შემთხვევაში რაღაც სხვა გზა მაინც შემოგთავაზონ, ხო? არც არაფერს არ ამბობენ. არ სხვა ვიცი. გზა. არ ვიცი. სხვა გზა არის რომ აიგზავნოს წინა წლის ბოლოს მსხვილ ბიზნესს რო შეხვნა, ყველა გამოვიდა ამ აღქმით, რომ ეს არ მოეწონათ. ყოველ შემთხვევაში ვინც თქვა, რომ ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება იქნებოდა კრიზისის დასრულების, ასე ვთქვათ, შეძლებდა დასრულებას, მაგრამ ვერც ის გავიგეთ, რას გვთავაზობს და ამ დრომდე ოცნება არაფერს არ ამბობს. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? ამჯერად. უპასუხისმგებლობასაც წინა ინტერვიუში მითხარით მახსოვს. და ეხა იმხელა ლისტი მაქვს. რა დავასრულოთ პირველ რიგში? უკანონობა. რამის თუ დაამატებთ? არა, ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ეხა გაუჩერებლად შემიძლია, ეს ძალიან ემოციურია ყველაფერი, რაც გარშემო ხდება პირადადაც, საქმიანათაც, რა ვიცი, პროფესიონალურადაც, მაგრამ მე ვფიქრობ, თავარი სათქმელი უკვე ვთქვი და ძალიან დიდი მადლობა ამის შესაძლებლობა. მადლობა თქვენ, მადლობა თქვენ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს პასუხობდა